გამარჯობა მეგობრებო, მოგესალმებით. დღეს მოდით გავიმეოროთ წინდებულები. წინა გაკვეთილზე ჩვენ ვისაუბრეთ წინდებულებზე, ვისაუბრეთ რომ წინდებულების მერე გამოიყენება დატივი. დღეს მოდით გავიხსენოთ არტიკლები დატივში და გავიხსენოთ წინდებულები. პირველ რიგში მოდით გავიხსენოთ არტიკლები დატივში, სქესები, ხო? ესე იგი, სამი სქესია, მამრობითი სქესი, საშუალო სქესი, მდედრობითი სქესი და ვიცით რომ არის სამი არტიკლი. მაგრამ მეოთხე არტიკლი არის მრავლობითის არტიკლი. ამიტომ მოდით 4-ვე ვისწავლოთ, 4-ვე გავიხსენოთ დატივში. მამრობითი სქესის არტიკლია დეა. საშუალო სქესის არტიკლია das, მდედრობითი სქესის არტიკლია დი და რაც შეეხება მრავლობითის არტიკლია ისევ დი. ახლა როგორ ფორმას მიიღებს დატივში? მამრობითი სქესის არტიკლი, ანუ დეა დატივში გახდება dem. საშუალო სქესის არტიკლი das, ესეც დატივში გახდება dem. მდედრობითი სქესის არტიკლი დი დატივში გახდება dea. და რაც შეეხება მრავლობითს, დი, ანუ მრავლობითის არტიკლი დი დატივში გახდება den. ახლა ჩვენ რა ვთქვით, რომ წინდებულების მერე გამოიყენება დატივი. მაგალითად, ავიღოთ წინდებული vor, რომელიც ნიშნავს წინ. vor, წინ. მაგალითად, ავიღოთ რა der Fernseher. გვაქვს აქ der Fernseher, ანუ ტელევიზორი. რომელიც არის მამრობითი სქესი. Der Fernseher. დატივში ეს გახდება dem Fernseher, ხო? dem Fernseher. და ტელევიზორის წინ გერმანულად იქნება vor dem Fernseher. vor dem Fernseher, ანუ ტელევიზორის წინ. ასევე აქ გვაქვს ჩვენ წინდებული auf, ანუ ზე. auf ნიშნავს ზე. მაგალითად, გვაქვს das Sofa, გვაქვს das Sofa. Das Sofa არის დივანი, რომელიც არის საშუალო სქესი და ეს დატივში გახდება dem Sofa. dem Sofa. მაგალითად, დივანზე გერმანულად იქნება auf dem Sofa. auf dem Sofa. ასევე der Tisch, ანუ მაგიდა. der Tisch, მაგიდა, რომელიც არის მამრობითი სქესის არსებითი სახელი, დატივში ეს გახდება dem Tisch და მაგიდაზე გერმანულად არის auf dem Tisch. auf dem Tisch, მაგიდაზე. შემდეგი აქ გვაქვს შემდეგი წინდებული, ეს არის unter. unter, ანუ ქვეშ. unter. მაგალითად, დივანი ხომ არის das Sofa. დატივში ხომ გახდება dem Sofa და დივნის ქვეშ ეს იქნება unter dem Sofa. unter dem Sofa. შემდეგ აქ რა გვაქვს? აქ გვაქვს die Tasche. die Tasche, ანუ ჩანთა. ჩანთა ეს არის მდედრობითი სქესის არსებითი სახელი, დატივში die Tasche გახდება der Tasche და მოდით ამასთან გამოვიყენოთ წინდებული in. in რას ნიშნავს? ანუ ში. ხო, in, ში. მაგალითად, ჩანთაში in der Tasche. in der Tasche, ანუ ჩანთაში. შემდეგი წინდებული ეს არის neben. neben, გვერდზე, გვერდით neben და აქ გვაქვს არსებითი სახელი das Telefon. das Telefon, ანუ ტელეფონი. das Telefon ეს არის საშუალო სქესი, დატივში ეს გახდება dem Telefon და ტელეფონის გვერდზე იქნება neben dem Telefon. neben dem Telefon. ესე იგი, vor, წინ, auf, ზე, unter, ქვეშ, in, ში და neben გვერდზე და კიდევ გვაქვს აქ ესე იგი წინდებულები, მაგრამ მანამდე მოდით ვისწავლოთ როგორ არის გერმანულად sad. sad ეს გერმანულად არის wo. wo, sad და ახლა მოდით გადავიდეთ წინდებულებზე. აქ რა წინდებულები გვაქვს? ესე იგი გვაქვს an. an ითარგმნება როგორც თან. თან. an ითარგმნება როგორც თან. შემდეგი არის auf. auf, ანუ ზე. ზე. შემდეგი hinter. hinter, უკან. hinter ნიშნავს უკან. შემდეგ აქ გვაქვს in, რომელიც წეგან ვისწავლეთ ჩვენ, ში.
შემდეგი neben, ანუ გვერდით, გვერდზე. Über ნიშნავს თავზე, თავზე. Unter, ქვეშ. Vor, წინ და ბოლო წინდებული აქ გვაქვს ჩვენ zwischen, ანუ შორის, რაღაცასა და რაღაცას შორის, შუაში, zwischen. და ჩვენ ვთქვით, რომ წინდებულების მერე უნდა გამოვიყენოთ რა დატივი. მაგალითად, აი ნახეთ, მაგიდა ხომ არის გერმანულად der Tisch. წინდებულების მერე der Tisch გახდება dem Tisch. Der Tisch დატივში გადავა და გახდება dem Tisch, მაგიდა. An das Sofa დივანი დატივში გახდება dem Sofa, საშუალო სქესია. Die Tasche, ჩანთა დატივში გახდება der Tasche. და ასევე აქ გვაქვს ჩვენ die Bücher, წიგნები, რომელიც არის მრავლობითში, die Bücher. ეს დატივში რომ გადავიყვანოთ, die მრავლობითის die გახდება den და რაც შეეხება ახლა აქ არსებითი სახელს. ესე იგი, მეგობრებო, როდესაც არსებითი სახელი არის მრავლობით ფორმაში, მაგალითად ამ შემთხვევაში Bücher, წიგნები, რომელიც არის მრავლობით ფორმაში. და როდესაც ის გვაქვს დატივში, ანუ დატივში უნდა ვაბრუნოთ, ხო, ეს არსებითი სახელი. თუ არსებითი სახელი არ ბოლოვდება n-ზე, მაგალითად Bücher დავაკვირდეთ r-ზე ბოლოვდება, ხო, r-ზე ბოლოვდება Bücher. მაგ შემთხვევაში მაგ არსებითი სახელს დატივში ემატება n-ი, ანუ n ემატება, მეგობრებო. ესე იგი, die Bücher დატივში გახდება den Büchern. Den Büchern. ნახეთ, არსებითი სახელს, ანუ Bücher ამას რა დაემატა? n, ანუ n დაემატა. აი ეს დაიმახსოვრეთ, მაგრამ თუ არსებითი სახელი არის მრავლობითში და ამავდროულად ბოლოვდება n-ზე, ანუ n-ზე, მაშინ არაფერი არ ემატება. n-ი იმ შემთხვევაში ემატება, როდესაც არსებითი სახელი არ ბოლოვდება n-ზე. ახლა კი მოდით ვისაუბროთ in plus dem, აი ამ ორის შემოკლებულ ფორმაზე, ანუ im. ესე იგი, როდესაც მამრობით და საშუალო სქესი გადადის დატივში, ვიცით რომ ორივე ხდება dem, ხო? და წინდებული ში, ანუ in plus dem, ეს ორი მოკლდება და ხდება im. მაგალითად, ავიღოთ სასტუმრო, რომელიც გერმანულად არის das Hotel, ანუ საშუალო სქესია, ხო? Das Hotel არის საშუალო სქესი. დატივში ეს გახდება dem Hotel. დატივში გახდება dem Hotel და სასტუმროში, ანუ in dem Hotel, ეს in dem მოკლდება, შემოკლდება და გახდება im Hotel, სასტუმროში. An Restaurant. Das Restaurant არის რესტორანი, რომელიც არის საშუალო სქესი, ეს დატივში გახდება dem Restaurant. Das გახდება dem Restaurant და რესტორანში, ანუ in dem Restaurant იქნება im Restaurant. Im Restaurant. ეს მხოლოდ რა თქმა უნდა in dem ეს ორი მოკლდება. In der, ანუ თუ in ვიცით რომ მდედრობითი სქესი დატივში გახდება der, ხო? და in ამის მერე თუ მოდის der, ანუ მდედრობითი სქესი თუ მოდის არა, ეს ორი არ მოკლდება. მაგალითად, die Schule არის სკოლა. Die Schule. დატივში ეს გახდება der Schule. და სკოლაში იქნება in der Schule. აქ არაფერი არ მოკლდება. მარტო in dem იქნება im hotel სასტუმროში, im restaurant რესტორანში, მაგრამ სკოლაში ეს არის in der Schule, ანუ სკოლაში.